მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემა დეტალებს. მე ნათია კირცხელი ვარ საღამო მშვიდობის. განათლების მინისტრია დღეს გადაცემა დეტალების სტუმარი. ქვეყანაში გატარებული საკადრო ცვლილებები კულტურის პოლიტიკა რეგიონში, რაც გეგმავს განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის. ცხელი საგამოცდო პერიოდის შეჯამება როგორ აპირებს საჯარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამ და სხვა თემებზე დღეს გადაცემა დეტალებში, როგორც უკვე გითხარით, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან ერთად ვისაუბრებთ. გიორგი თავამაიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხებულობთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ სარგებლობთ კავშირნათი ჩემი კეთილგანწყობით, თქვენს მიმართ. ალბათ ესეთივე კეთილგანწყობა მექნება თქვენი არხის მიმართ მომავალში, მაგრამ მე ძალიან მძიმე დათვირთული გრაფიკის მიუხედავად შევეცდები, თუ რომ საინტერესო შემიძლია გითხრათ, მოგასცემოთ ჩვენს დიალოგში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ მომავალში თვითანამშრომლებთ. მე აქვე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი Facebook-ის გვერდს. თქვენ შეგიძლიათ გადაცემა დეტალების Facebook-ის გვერდზე მოგწეროთ შეკითხვები, რომელზეც პასუხებს სწორედ მინისტრისგან მოისმენთ. ანუ გიორგი, უბრალოდ მაინც საკადრო პოლიტიკით დავიწყოთ საუბარი. 7 მინისტრი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ყველაზე მეტი დრო პრემიერს კულტურის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად დასჭირდა. როგორც ვიცით, იყო ძალიან ბევრ შეთავაზებაზე თქვა თუ არის, მაინც როგორ ფიქრობთ თქვენ აქ იყო თქვა საფრთხის სისტემა, კიდევ იყო ძალიან ბევრი გახმაურებული თემა კულტურის მინისტრთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ამობენ რომ გახდა თქვა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრემიერის მხრიდან. არსებობს კიდევ სხვა ბევრი პრობლემა, რომლის წინაშე თქვა დგას სამინისტრო. თქვენი მოსაზრება როგორია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით? როგორ გითხრათ? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ რომ რაღაც ეტაპზე შეეცვალა მინისტრები, როგორც მე გავარკვიე ნაწილმა უფრო ადრე იცოდა ამის თაობაზე, რომ შეიძლებოდა მსგავსი რომ ყოფილიყო შეთავაზება, ნაწილისთვის შეიძლება ლათასი არ იყო ყველაფერი. ზოგადად რასაკვირველია, მithვლი რომ ყველა მინისტრმა იმუშავა და იშრომა და იღვაცა იმ მიმართებით, რაცაც თვლიდა, საჭიროდ და შესაძლებლად. ჩემი სამინისტრო მოგხსენება ცოტა ეს რთული არის, სიმბიოზურია, განათლების, კულტურისა და სპორტის, ანუ რომ სამი მათგანთან კონტაქტი. ძალიან საქმიანი ურთიერთობა გვაქვს სამივე სამინისტროსთან. უნდა მოგხსენოთ, რომ ბატონ გურამიშარია ძალიან კარგი საურთიერთობო საკულტ თემებთან დაკავშირებით, შეთანხმების თვალსაზრისით, ზოგადად ძალიან დადებითი პიროვნება ბუნებრივია და მასთან სამუშაო ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო პირველ ნულთან ერთად ბუნებრივია, მაგრამ არ ვიცი, ახლა თემატიკა ბუნებრივია სრთულობი ახლავს, კულტურის სფერო მოგხსენებათ არ არის, მარტივი ის არ ექვემდებარება იმპერატიულ გადაწყვეტილებებს შე შემთხვევაში, უფრო მეტი შრომა არის საჭირო კოლექტივთან, ის კოლექტივიც კიდევ ხშირ შემთხვევაში არ ერთგვაროვანია. ყველას ბუნებრივია ყურადღება ჭირდება, ხან ვერ ხერხდება ეს და ამ დროს იმდენად თუნდაც კულტურის სფერო მრავალპლანიანია, რომ ყველას არ იყოს აბსოლუტურად ყველას კომპეტენცია, ყველა კუთხით მე სპეციალურად საყდრისზე გავამახვილე ახლა ყურადღება, იმიტომ რომ მე არქეოლოგიური გახლავთ სპეციალობით, ასე რომ ჩემთვის ყველა საკითხი, რომელიც ეძღვნება ისტორიულ წარსულს ქვეყნისას, ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესო არ იყო მარტივი საკითხი, საყდრის სისტემა. მე ვთვლი, რომ ერთის მხრივ ალბათ არქეოლოგებმაც ვერ მიაწოდეს ისე ყველაფერი როგორც საჭირო იყო, შეიძლება სამინისტროს მხრივ შეიძლება და რაღაც ეტაპზე, ალბათ საწყის ეტაპზე უფრო დროული გადაწყვეტილების მიღება ამის თაობაზე კომპრომისს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. როგორ შეიძლება რომ ყოფილიყო თქვა თქვენ როგორც სპეციალისტი ამ დარგის რა იქნებოდა უპრიანი? როგორ გითხრათ, იცით, მე ვთვლი, რომ არ იყო მარტო ქართველი არქეოლოგების შრომა, აქ მოგხსენებათ გერმანული მხარეც იყო ჩართული ხშირ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ მაინც ნაკლებად კორექტული იყო გერმანულ მხარეს მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, მე ესე ვთვლი, შეიძლება მე ნაკლებად ვარ, სხვებზე ნაკლებად ალბათ ჩახედული ამ სიტუაციაში, თუმცა შრომას და გვალწს დაფასება უნდა, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში თუნდაც არქეოლოგთა ერთობა უფრო იყო საჭირო, რომ აქაც მოგხსენებათ გაიყო აზრი არა ერთ-ერთი. მხარეს თვლიდა, რომ ეს არ იყო საინტერესო და აქტუალური და მეორე მხარე თვლიდა, რომ რატო პირიქით და ნასაკროლია ხო კულტურის
მინისტრ, ბუდჯეტის სახელწოდება აქვს სამინისტროს მოგზაურობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმპერატიულად ვერ მიიღებდა გაწოლებას, როდესაც ესეთი ძალიან ცნობადი სახეები მონაწილეობდნენ ამ დისკუსიაში. ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ეს თემა იყო, თუმცა ძალიან არსებითი. როგორ გითხრათ, იცით, რაღაც ყველა სამინისტროს ახლავს თავისი სპეციფიკა. შეიძლება ძალოვან უწყებაში უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება და იქ მაინც მიჩვეულია ხალხი. აქ უფრო მეტ დროს მოითხოვს, უფრო მეტ განსჯას მოითხოვს, ყველა კმაყოფილი რასაკვირველია ვერ იქნება. ვიღაცა რაღაც სისუსტეთ მიიჩნევს ადამიანს თუ კი ესეთ კომპრომისზე წავიდა, არ ვიცი, ახლა დაგროვდა ეთქვა რაღაც საკითხი. თქვენ ცირცულებზე საუბრობთ, ბატონო გიორგი და ვამბობთ, რომ თქვა არის ცირცულები ამ სფეროში. თქვენ ხართ ის მინისტრი, რომელიც ამ სამივეს განათლებას, კულტურას და სპორტს თქვა აერთიანებს აჭარის მასშტაბით. მაინც როგორ ფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცირცულა, როცა თქვენ, რომელსაც თქვენ მუშაობის პერიოდში კულტურის მიმართულებით აწყდებით, რა არის რეგიონის მაგალითზე რომ თქვა და სად არის ყველაზე რთული გადაკვეთის წერტილები და შესაბამისად თუ გქონდა თქვა ამ საკითხებზე საუბარი კულტურის მინისტრთან იყო თუ არა ეს საკითხები თქვა აქტუალური ის გადაჭრა შესაძლებელია რომ მოხერხდეს და რა პრობლემებია ძირითადად კულტურის მხრივ რეგიონში. თემატიკა როგორ გითხრათ ისეთ არის ხა კულტურა ესეთი ცნება არის თვითონ რომელსაც შეიძლება ეს მარტივად ვერც განმარტოს ადამიანმა, მაგრამ როგორ გითხრათ, იცით, მავანისათვის და სამწუხაროდ ეს მავანი არ არის ძალიან მცირე, კულტურა როგორ შემავსებელია რაღაც ცხოვრებისა ჩვენ. ამ პროცესთან ფასეულებებზე ვილაპარაკოთ, რა ჩვენს ერთს გააჩნია. არ ვიცი, რომელი ხრივ შეიძლება უფრო კარგად წარმოჩნდა ჩვენ ვიდრე ჩვენი კულტურით. ყოველთვის სადღაც აქცენტირებული გვაქვს წარსულს. მაგრამ სულ წარსულზე ლაპარაკიც უხერხულია, ყველაფერს დაფასება ჭირდება. მას მოვლა ჭირდება და პატრონობა მატერიალურ ძეგლებს გულისხმობ და ყველაფერს სხვას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის ადეკვატური ის ყურადღება, რასაც დავუშვათ იმსახურებენ კულტურის დარგის მუშაკები, თუნდაც მატერიალური ანაზღაურებით როგორ ვილაპარაკოთ, ამ ხრივაც არის არა პრობლემები. ჩვენ საბოლოო პროდუქტი უფრო მოგწონს. მაგრამ მარტივად მიგვაჩნია, რომ ეს პროდუქტი მიიღება ძალიან ადვილად. ამ დროს თითოეული ცეკვის თუ ვოკალური ნაწარმოების შესრულება. ეს არის თვითამოშრომასთან დაკავშირებული, შეიძლება ეს არ გამოიხატება ფიზიკურ ოფლისღვრაში, თუმცა ამის გარეშეც არ არის, მაგრამ ალბათ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ყველას, თუ რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. რატო ვართ, რატო თვლით ჩვენ თავს კულტურულ ქვეყანად, რატო გვინდა შევინარჩუნოთ ეს ფასეულობები, რაც გვაქვს ჩვენ და ხვალ რა გავაკეთოთ, ხვალ რა ვქნათ. არის ეს ხვალ რა გავაკეთოთ, თქვათ, გაწერილი, ბატონო გიორგი, ხშირად ხელოვნებაცოდნების და კულტურის სფეროს მუშაკები ძირითადად აპელირებენ იმაზე, რომ კულტურის პოლიტიკა, თქვათ, ქვეყანაში არ არსებობს, რომ მენეჯმენტი არის ისევ ძველი მეთოდებით, რეგიონის მასშტაბით თუ მიმდინარეობს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა და აი სწორედ ბოლო შეხვედრა ესეთი საქმიან გარემოში საქართველოს კულტურის სამინისტროში მონასწორდა კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას. აქ იმდენად პრეზენტაცია არ იყო დასრულებული ფორმის, აქ იყო ლაპარაკი პრობლემის არზე, იმიტომ რომ ამ თემაზე მუშაობდნენ ცალ-ცალკე დაუშვათ გარკვეული ჯგუფები და შემდგომ უნდა შემდგარიყო დოკუმენტი, ისეთივე გაკეთა სხვა შორის სპორტის სამინისტროში, ისევე გაკეთება განათლების სამინისტროში, ასე რომ დეკლარირებული კულტურის პოლიტიკა შეიძლება ადვილია სათქმელად, მაგრამ შემდეგ როგორ უნდა გაიწეროს ეს ყველაფერი მისი ადეკვატური გააზრებით იმ ხალხისა, ვინც ქმნის კულტურას, თუ რა ჭირდებათ მათ რა ყურადღება და რა მატერიალური წახალისება, თუნდაც რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტები, რომ არ იყოს ეგ როგორ გითხრათ, სამინისტროს მხოლოდ გადასაწყვეტი, რომელი მიმართულება არის უფრო საჭირო და აქტუალური. ეხლა, როდესაც საკადრო პოლიტიკაზე შესავალში ბრძანეთ თქვენ პიროვნება, რომელიც განიხილება მომავალ კულტურის მინისტრს, ყოველ შემთხვევაში კანდიდატურაც ამოყენებულია, მოგესწრებათ, რომ მისი პროფესიული განსწავლობის მიუხედავად მას ეკონომიკური განათლება აქვს, ძალიან აქტიური და ცნობადი სახიერი, რომელიც ძალიან სერიოზულ იმას ისეთ პრომოუშენს ედგას ატარებაში და აი ჯაზ ფესტივალი, რომელიც ახლა ბათუმში ტარდება და ხვდებით არა, როგორი გამოცოცხლება არის ქალაქში, დაწყებული ვიზუალით თუ როგორ მიაწოდებს
მიაწოდენ საზოგადოებას ამის თაობაზე დამთავრებული იმ შემადგენლობით, რომელიც არის მოწვეული. კიდევ ერთხელ მიგვინიშნებს იმას, რომ აი ფორმა კულტურული ცხოვრებისა შეიცავს იმ ინოვაციებსაც, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის და იმ საზოგადოებისათვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ამავე დროს არის თემები, რომელიც ამ კულტურის სამინისტროშია, რომელიც სხვა განსწავლობას მოითხოვს, თუნდაც კულტურული მემკვიდრეობა. დიახ. ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ ჯაზ ფესტივალს ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი, წლიდან წლამდე იზრდება ეს აუდიტორია, შესაბამისად, ასე სხვა პროექტებიც პრინციპში ბატონ გიორგი შეიძლება არ იყოს ბევრი წარმატებული ისევე როგორც ჯაზ ფესტივალი, მაგრამ მაინც აი დოკუმენტზე რომ ვისაუბროთ, თუ არის მაინც შემუშავებული, შესაბამისად თქვენ თქვით რომ პრეზენტაციაზე გქონდათ ბოლო შეხვედრა. რეგიონიდან წარდგენილი თქვენი ინიციატივით ან სამინისტროს ხედვა როგორია და რას ხედავთ თქვენ და რა არის ხედვა კოორდინატია გამოსხამდა იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ კულტურის მიმართულებით. რაც ანუ ეს რას გულისხმობს რა არის, უფრო დეტალურად რომ გითხრათ. მე როგორც მახსოვს ერთ-ერთ განცხადებაში თქვენს ვერ იყო საუბარი იმაზე, რომ თქვათ მუზეუმებს ქალაქიც უნდა იყოს ბათუმი და დაახლოებით 12 მუზეუმის მშენებლობაზე იყო საუბარი. თქვათ ეს არის ახალი მიმართულება რომ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დაუშვათ ბათუმზე როგორც ტურისტულ ქალაქზე ერთ-ერთი კომპონენტია რა ამის რეგიონის. ჩვენ შეიძლება ნაკლებად ვიყოთ გარანტირებული კლიმატური პირობებით ჩვენი ქალაქის და რეგიონის, მაგრამ ის რომ ჩვენ გვაქვს მატერიალური კულტურა, თუნდაც აი ესეთი ადმინისტრაციული ერთეულური შექმნათ ახალი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, რომელსაც ფაქტიურად წარმოადგენთ უმეტესად ჩვენ გვაქვს ეს საამაყო. შესაბამისად, როდესაც საუბრობ მუზეუმზე, მე ვთვლი, რომ ეს მუზეუმი არის საჭირო ერთის მხრივ, როგორც ჩვენ მოქალაქეებისათვის, თუნდაც ახალგაზრდაობისათვის, რომ მან იცოდეს რისი პატრონია, რომ თუ ამაყად იგზნოს თავი, მაგრამ ამავე დროს იმ ხალხზე ჩამოვარძანდება ჩვენთან. აი ჩემი ნათქვამიდან კიდე გეუბნებით, რომ დასრულდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი იქნება ჩვენ ქალაქის და არა მარტო ჩვენი ქალაქის პირობებში, იქ წარმოდგენილი მასალით, რომელიც რატომაც ალბათ ჩვენ თავის დროზე მივაკელით ეს, რომ ყველას უკრის, რომ ეს ყველაფერი რაც იქ არის ჩვენთან არის ნანახი და ნახარხულ სიტუაციაში გჭირდება მტკიცება, რომ ნამდვილად ესე არის. ბათუმის ხელოვნების მუზეუმს ახალი ფლიგელი დაემატა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ ეგ სამუშაოები, ჩვენზე ადრე იყო დაწყებული, სადაც კარგი მენეჯმენტის პირობებში სხვა ცხოვრება იქნება მუზეუმში. არა ის რაც იყო ჩვეულებრივად, როგორც ჩვენ გავიზარდეთ რა იყო მუზეუმი ჩვენთვის. არამედ სხვა ოღონდ ეს უნდა გადაეწყდოს იმ ხალხმა, ვინც მუზეუმში იქნება. მას არ უნდა ქონდეს ხელშეშლა. ან თქვენ სრულ თავისუფლებას აძლევთ პრინციპში ამ ადამიანებს, როგორც სურთ მათ თქვათ მენეჯმენტი ისე უნდა განახორციელოს შესაბამისად. მე რა შემიძლია გავაკეთო? სამინისტრომ გააკეთა ის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი ერთობლივი პროექტის, რომელიც არის ბრიტანეთის საბჭოსთან, ჩვენი სამინისტრო ბრიტანეთის საბჭოს პროექტი, სადაც იყო გათვალისწინებული კულტურული დაცემების მენეჯმენტი. ამის ერთგვარი როგორც ვიცი, ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს და მათ შედეგები როგორც მაქვს ინფორმაცია არ დაუდგა. ეს არის ეტაპობრივი საკითხები. ერთის მხრივ ეს არის კვლევა, მაგრამ ამ კვლევაში, ამ სამუშაოში დღებულობს მონაწილეობას წარმომადგენლები იმ კულტურული ობიექტებისა, რომელიც ჩვენთან არის. თეატრის ერთის, მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. მსგავსი სიტუაცია იყო ჩვენ რეგიონებისათვის. ანუ აი რეგიონებში მოღვაწე მიხეილობაში მას ხულო, შვახები, კედა, ხელვაჩაური, კობულეთი. იქ კულტურულ დაწესებულებებში მოღვაწე ხალხის მათთვის ოღონდ ცოტა უფრო კონკრეტიკა იყო. იქ ხო ჯერტრეინინგი, შემდეგ შეთავაზება იმისა, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტები დაფინანსდებოდა სამინისტროს მიერ. შეიძლება თანხა არ იყო ძალიან დიდი, 6,000 ლარზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის სურვილი იმისა, რომ საკითხი, რომელიც ჩვენ ნაკლებად ვიცით, ეს არის მენეჯმენტი და კულტურის დარგში მით უმეტეს დავძრათ ადგილიდან. ჩვენ გვაქვს კიდევ ეს არის პრობლემური ნაწილი. ეს ერთ-ერთი, რომელიც მე ვთვლი, რომ ეს აუცილებელია, უფრო მეტიც. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უცხოეთში ალბათ ვერ მოახერხებთ 2-3 პიროვნების გარდა
მივცეთ საშუალება და ამ შემთხვევაში ინგლისზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ ევროპული მიდგომა უფრო მოგწონს ამ თვალსაზრისით ყველაფერს სხვასთან ერთად გარკვეული საბაზო მომზადების პიროვნება მომზადოთ, ანუ მას მივცეთ საშუალება ისწავლოს ერთი წლის განმავლობაში ევროპაში და შემდგომ უზრუნველყოთ ის ჩამოსვლის კვალობაზე აქ ადგილობრივად დასაქმდეს და გაუწვეს რომელიმე დაწესებულების კულტურულ ცხოვრებას. რაც შეეხება ნუგია ჩვენ სამუზეუმო ვთქვათ ქალაქზე ვსაუბრობთ, ასევე არის მოსაზრება რომ ბათუმი საუნივერსიტეტო ქალაქიც უნდა იყოს. შესაბამისად ეს არის თუ არა შესაძლებელი რომ ორივე შეითავსოს სტატუსობრივად ქალაქმა და თუ არის ვთქვათ ამის განხილვა სამეცნიერო თუ მიმდინარეობს საუნივერსიტეტო ქალაქის და როგორ გესახებათ როგორი იქნება საუნივერსიტეტო ბათუმი. ანუ შეიძლება როგორ გითხრათ რა ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს რასაკურველია. ნახოთ მოგესალმებათ რომ შეიძლება ეს თქმა ამისა უფრო მეტად ხატოვანია ვიდრე დაუშვათ შინაარსობრივად, იმიტომ რომ ნუ მაშინ ოქსფორდის უნივერსიტეტო ქალაქი არა, კემბრიჯის უნივერსიტეტო ქალაქი არა. აქ უფრო ადრე იყო სხვა ბევრი ნაბიჯი გვაქვს ალბათ გასაუბრება მიუახლოვთ. სხვა მიდგომა იყო აქ, იმიტომ რომ თქვენ მოგესალმებათ ადრე იყო გააზრება იმისა, რომ ალბათ ორი უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო საქართველოში, ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, ერთი დიდი უნივერსიტეტი, მეორე დასავლეთში და აქ იყო განათლების ქუთაისის უნივერსიტეტი იქნებოდა თუ ბათუმის. ხოლო შემთხვევაში წინა ხელისუფლება თავის დროზე აკეთებდა აქცენტს ბათუმზე, მაგრამ რაც ის სრულებით არ არის სავალდებულო, ვთქვათ, მარტო ის, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება, თუმცა ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურულ საკითხების მოგვარებას, მაგრამ ალბათ მაინც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუ კი გადაწყვეტება, რომ ბათუმი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი ალბათ, იმიტომ რომ ეს თელს ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. როგორ გითხრათ, იცით ახლა თუ კი ავიღებთ ჩვენ იმ რეალობას, რომ ჩეხა პრობლემები გვექნათ, მე ხო არ უმალავ არასოდეს ამ პრობლემებს, იმიტომ რომ ეგ ჯერჯერობით ხარისხობრივი მაჩვენებელიც უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ როდესაც ხარისხობრივი მაჩვენებელი თქვენ განათლების და ცოდნის დონით საუბრობთ. პრინციპში ბათუმის უნივერსიტეტი არჩევანის თვალსაზრისით ბათუმის უნივერსიტეტში სადაც ძალიან ბევრი პირობა მოღვაწეობს და მე ვთვლი რომ მაგალითად რექტორის მოღვაწეობა ბოლო პერიოდში იყო ძალიან პროდუქტიული, იმიტომ რომ ბევრი საკითხი მოაგვარა ბათუმმა თუმცა ჯერჯერობით იმ ხარისხზე და იმ საფეხურზე არ ვასრულებ რომ თქვათ აკეთკენ მიმყავს საქმე. როდესაც ჩვენ აი უნდა დავაფასოთ ღვაწლი და შრომა ხალხის სამდროს გვერდზე გვაქვს მეორე მონაცემები. რომ ამთავრებს ჩვენთან ახალგაზრდები, მათი არჩევანი არის, რომელსაც აირჩევს და სამწუხაროდ ვთქვათ, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთმანეთში. სამწუხაროდ ხშირად წარმატებული მოსწავლეები უბრალოდ სკოლას აირჩევენ სხვა უნივერსიტეტებს და შემდგომ ბათუმის უნივერსიტეტს. ეხლა ეგ რო არ უხარია აღიარებაც შესაბამისად ევროპაში არ ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სამსულ რამდენიმეა საქართველოს მასშტაბით, იგივე ჯავახიშვილის არა ესე ნოვისტი თავისუფალი უნივერსიტეტი და კიდევ რამდენიმე როდესაც თქვენ რაღაც გაკვეთ ბრძანეთ რა ასოციაციების ხელშეკრულებას ну ეგ შეიძლება დავუშვათ. ხო, არ ვდგებით, მაგრამ ამ მხრივ ხო იცით. სამინისტროს პოზიციას თქვენ მაინც იცით, გავდუნათ, რომ სამუშაოები არის დაწყებული დიდი. ну, პრინციპში ბოლონიის პროცესი სხვა ხო არაფერი არის, გარდა იმისა, რომ შეიძლება ვიღაცას ვიზას მხოლოდ პროცესი იყოს, მაგრამ ის რომ გარკვეული უნიფიკაცია ხდება სასწავლო პროცესისა, შეფასების სისტემა რო შეიცვალა და როგორ გითხრათ, თვითონ ფორმატი მომზადების მასალების, მისი სილაბუსებით, კურიკულუმებით, რომ ძალიან თავსებადი არის იმ პრინციპთან, რაც აქვს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს წარმოდგენილი, ამავე დროს ლიტერატურაც აქცენტი კეთდება უახლეს თანამედროვე ლიტერატურაზე. ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდას კონდეს დაუშვათ რაღაც ეტაპზე არჩევანი, თუნდაც პირველი სასწავლო წლის შემდეგ, რომ გადავიდეს რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიის პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეკომენდაციის ხასიათს ატარებს ალკოჰოლის პუნქტები, ну ეს არ არის ახლა აუცილებელი, რომ სორბონის უნივერსიტეტმა აღიაროს თქვენს მიერ გავლილი, თუ არ არსებობს კონკრეტული ურთიერთობა კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს, კონკრეტულ უმაღლეს, ანუ თუნდაც პრობლემებს მიხედვით. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ეხლა როგორ გითხრათ გლობალიზაციას ვერ დაარქვევ ამას შეიძლება ვიღაცა მეცეცე აღიქვას, მაგრამ ის რომ თქვენ არ გქონდათ თავის დროზე ამის საშუალება, რომ ესეთი არჩევანი გქონდათ, ყოველ შემთხვევაში სრული მაინც გაგჩვენებდით ამისა და ესე მარტივად ყოფილიყო, ეს პრობლემა დღეს აღდგას. უბრალოდ მე ვლაპარაკობ ძალიან მიწიერად არ გავდივაროთ, თუმცა რომ მავალდებოდეს, როდესაც ახალგაზრდები ჩვენი კურსდამთავრებულები ზოგადად საგანმანათლებლო სკოლების უფრო მეტი იქნება ის ვინც
პირველ და მეორე არჩევანს ჩვენს უნივერსიტეტში გააკეთებს არა, ეს იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ უფრო ავტივერსივით, იმიტომ რომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა ხარჯებს ერიდება, რომელიც კალაგარეთ არის, ჩვენ ცოტა სხვანაირი კონსერვატორული გონების გონებს არიდებენ და ბევრი ფაქტორია ისეთი, რომელიც შეიძლება ბოლომდე ვერ გავიგოთ თუ რა არის. თუმცა რეიტინგულ ჩამონათვალებში უმაღლეს სასწავლებელისა ბათუმის უნივერსიტეტი რიგი პარამეტრების კრებსით კი, გასაგებია, მაგრამ მაინც ის ხოლმე პრეტენზიები იგივე სწავლის ხარისხთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ თქვათ შეიცვალა იქ შეფასების სისტემა, შესაბამისად სხვა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს სწავლება, მაგრამ ხარისხთან მიმართებით ყოველთვის არის მაინც კითხვის ნიშნები და შესაბამისად პრეტენზიებიც ისმის ხოლმე. ასევე საუბარი იმაზეც, რომ თქვათ უნივერსიტეტში თქვათ პროფესორი, რომელიც არის დაკავებული და ასწავლის და ლექციებს კითხულობს, ის უნდა იყოს სამოქალაქო აქტიური საზოგადოებაში ჩართული პიროვნება, შესაბამისად უნდა იყოს ძალიან ბევრი სტატიის, ასე ვთქვათ, კონფერენციის მონაწილე, სტატიის ავტორი, მას უნდა ქონდეს ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი პუბლიკაცია და შესაბამისად ვერ დაგეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რაოდენობით მაჩვენებელი ბევრს არაფერს არნიშნავს, თუნდაც სტატიებთან დაკავშირებით, მაგრამ მოგესალმებათ, რომ პროფესორის არჩევა ეხლა შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს ის წესი, როგორაც ირჩევენ პროფესორს, ან თulides რომ თვითონ დაჩაგრული იყო კონკრეტული შემთხვევა და ამის განხილვას მე ვერ შევდგები ბუნებრივია, თუმცა იმ კრიტერიუმებში ჩამონათვალია ზუსტად ამ პარამეტრებისა, რამდენად აქტიურია, რამდენად მონაწილეობს კონფერენციებში, რამდენად სახელმწიფოების თუ სტატიების ავტორი არის, ასე რომ ამ პარამეტრების გარეშე მას უბრალოდ ვერ აირჩევენ პროფესორად. მეორე საკითხია თუ რამდენად როგორ გითხრათ, ისეთ ციტირებად ჟურნალებში არის ეს სტატია გამოქვეყნებული. მეც სხვა თემა არის და ახლა ამაზე ცოტა გაგვიჭირდება საუბარი. მოდით საუბარი განვაგრძოთ რეკლამის შემდეგ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგვალოდეთ. Ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თაუმაიშვილია. ბატონო გიორგი, უნივერსიტეტებზე საუბარი დავასრულოთ პრინციპში. აქვე გკითხავთ რა სიახლე არის და იგეგმება თუ არა რაიმე სიახლე ხელოვნების უნივერსიტეტთან დაკავშირებით. გარკვეული პერიოდი, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პრინციპში არაფერი არ ისმის, რა ხდება, ვთქვათ, იგივე შენობასთან დაკავშირებით, ცვლილებებთან დაკავშირებით არის თუ არა, ვთქვათ, ამ მხრივ რაიმე სიახლე. ყოველდღე უნდა ისმოდეს. არა, ჩვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადაწყვიტა შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად გავხდით უნივერსიტეტში, გარკვეული მოსაზრებები გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში გაცხადდა ის, რომ სანამ არ იქნება შერჩეული შენობა, მათ სასწავლო პროცესი და ასე შემდეგ არაფერი არ ემუქრება, უბრალოდ ჩვენ ესეთი აზრი იდეა გაგვიჩნდა თავის დროზე, უბრალოდ მაშინ არ იყო ბოლომდე გაზიარებული ეს იდეა და ჩვენ ეხლა რო წინასწარ ვარ გამოვიდეს ნათქვამი, ალბათ პირველი სკოლის შენობის შიგნით ეხლა შევიძენთ პროექტს და შევქმნით იმ სივრცეს, სადაც ალბათ გადმოვა ის კლასები, რომლებიც ამჟამად განთავსებულია კოლეჯის შენობაში. ჩვენ დროს მეცხრე სკოლა იყო. ან ახლა რაც გორგლაძის ქუჩაზე. გორგლაძის და იმის მარქსის კვარტალში რო არის. აი ეს. ან პირველი შენობა დაეთმობა ხელოვნების უნივერსიტეტს პირველი სკოლის ეს კლასები დაბრუნდება პირველ სკოლაში, ისინი გაპანტულები არიან ამ წუთას ამჟამად. შემდეგ გარკვეული მონახაზი არსებობს უკვე ამ კოლეჯის მშენებლობა რეაბილიტაციისა, რომ ალბათ ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს სივრცე ბათუმში იყოს ძალიან ცივ დავარქვათ ხატოვნად კულტურული სივრცე. ძალიან ბევრ სივრცეებს ღებულობთ ბათუმში. არა, იქნება ჩვენი მუსიკალური სასწავლებელი. მეზობლად იქნება ბავშვთა ხელოვნების უნივერსიტეტი, გვერდზე ეხლა სრული რეაბილიტაცია ჩავუტარდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, აქეთ იქნება ხელოვნების მუზეუმი, რომელსაც ახალი სივრცე აქვს კიდევ ფლიგელის სახით, ანუ ძალიან კარგი ადგილი იქნება, სადაც
ის ახალგაზრდები, ვინც ისწავლიან ხელოვნების უნივერსიტეტში, მათ მოგესალმებით აქვთ პრაქტიკაც, არა? ხო, არ არის მარტო აუდიტორიული ურთიერთობა. არა, რაღაც ნაწილი როგორც მოხერხდება იქნება იქ, მაგრამ ამავე დროს მათ ექნებათ საშუალება როგორც რაღაც საათები გაატარონ ალბათ სასწავლო თუ ის შემოქმედებითი ხელოვნების მუზეუმში მუსიკალურ სასწავლებელში იქ ახალი დარბაზი იქნება და მისი გამოყენებლობა ამ წუთში. ბატონო, ეს არის იდეის დონეზე თუ ეს არის პრინციპში უკვე? ვხედავთ ახლა უკვე, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ექსპერტიზა ჩავატარეთ, ამდენს ჰასატანი იქნებოდა ეს სივრცეში პირველი სკოლასი და პირველი სკოლის ინტერესში შედის სხვა შვილს. პირველი სკოლა სად გადავა? არც არ გადადის, კიდე პირველი სკოლა რჩება, მაგრამ შიდა სივრცეში იქ არის სპორტული დარბაზი, რომელიც ალბათ იმ გაკეთება ახალი დარბაზი, იქ დაემატება რაღაც სივრცე, სადაც მოთავსდება ის ბავშვები, ის კლასები, რომელიც ამჟამად განთავსებული არის. ერთის მხრივ ეს არის სკოლის ხელმძღვანელობის თხოვნა, იმიტომ რომ ადმინისტრება უფრო მარტივი იქნება, განსაკუთრებით ცუდამინჩ ისინი ძნელად ახერხებენ ერთმანეთთან ასეთ მარტივ ურთიერთობას. ზოგადად აზრი არის ესეთი, რომ კარგი იქნება ეს რომ გაკეთდეს. შემდეგ მოგესალმებით განათლების ახალი სასწავლებლისთვის. ახალი სასწავლებელი ნამდვილად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავაკეთებთ ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში დინამიკაში ესე იქნება. თანაც მოგესალმებით რომ უკვე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით პირველი კლასების კომპლექტაცია ცოტა შემცირდა, 25 ბავშვზე მეტი არ შეიძლება იყოს კლასში. ანუ შეიძლება ამ კუთხითაც ცოტა განიტვირთოს სკოლა მომავალში, მაგრამ ეს არ იქნება ერთ და ორ წელიწადში. ყოველ შემთხვევაში მიდგომა ესეთი არის. ჩვენი საერთო შეთანხმება როგორც ხელოვნების უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, ბუდაპეშტის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, ასევე მთავრობის თავმჯდომარის დიდი მონდომებით და ინტერესით, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს საკითხი. ბატონ გურამოდიშარიასთანაც ჰქონდა ამ თვალსაზრისით საუბარი და ალბათ ახალ მინისტრთანაც მოგვიხდება საუბარი ამ თემაზე, სხვა საკითხებიც არის გარდა ამისა და ალბათ მივიღებთ კიდე გეუბნებით ახალ სივრცეს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ის ისტორია რომელიც ახლდა და ეს და ორი წელი არ გაგრძელებულა მოგესალმებით ალბათ წარმატებით დასრულდება. თქვენ ახსენეთ პირველკლასელები და რომ შემცირდება თქვა კონტინგენტი, ასევე საინტერესოა ნეტბუქების თემა, ჩაშლილი ტენდერი, ვიცით რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში გაწოლება ბოლომდე მიღებული არ არის, ხომ არ დარჩებიან პირველკლასელები ნეტბუქების გარეშე და ხომ არ შეიცვლება პრინციპში აი ამ მხრივ რა? არა, ალბათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გააკეთებს განცხადებას ამის თაობაზე, იმიტომ რომ საერთოდ როდესაც ტენდერზეა საუბარი ესეთი თემა, რომელიც შესაძლოა შეუძლია ისაუბროს ყველამ, ისაც ესმის თუ ნაკლებად ესმის ეს საკითხი. ალბათ საჭიროა მე არ გამორიცხავ რომ უნდა იყოს ყოველთვის ინტერესი და ამ ინტერესიდან გამომდინარე ალბათ უფრო მეტი ყურადღება ამ საკითხების მიმართ. მე ვიცი ოფიციალური განაცხადი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს რომ ყველა მოსწავლე პირველიდან 12 კლასამდე მიიღოს უფასო სახელმწიფოს. ეს ოფიციალურად განცხადებული არის. ამის თაობაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას უშუალოდ განათლების მინისტრს. ესაც იყო სახელმწიფოებთან დაკავშირებით, პრინციპში მან პრეზენტაცია გამართა, რომ თორცდებით 9 კომპანიამ გამომცემლობა დაბეჭდა საინტერესო, მაგრამ თავარი მოსახლეობისათვის ის არის, რომ როგორ მიიღებენ წიგნებს. ესე იგი, ამის გარანტიას იძლევა საქართველოს განათლების მინისტრების სამინისტრო. არის თუ არა დაზუსტებული, ეს იქნება თქვა სრულად ახალი წიგნები, მეორადი წიგნები, როგორ დაურიგდება, გაწოდება თუ არა ყველას. ინტერესი ბუნებრივია, ნათი არის ის რომ ყველა იყოს ახალი წიგნი, თუმცა მოგესალმებით პროცედურა გაიწერა თავის დროზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მოვლილი, ეს წიგნები ხოთ ყველა ხوار თავიდან ხوار გაჩნდებოდა, ესე იგი რომ ვიღაცამ უნდა მოვაროს. მე არ ვიცი ხოთ თქვენ დროს როგორ იყო, მაგრამ ჩვენ გქონდა ამის ვალდებულება, მე რო სწავლობდი, იმიტომ რომ უფრო სტაბილური იყო და უშუალოდ სახელმწიფოების არ იცვლებოდა ესე. ხშირად და აზრიც არ ქონდა რომ ამაზე ენერგიულად ვიღწეს, გარდა იმისა, რომ უნდა ქონდა ვიზუალური მხარე კარგი და მოსახმარებლად ადვილი. ჩვენ დღეს ეს უკვე აღარ იყო, მაგრამ ბოლოს წლებში თავის დროზე დაისვა საკითხი, რომ რაღაც წილი პასუხისმგებლობა იყო მშობლისა თუ მისევის პიროვნულად, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვერ გაწოდე ყველაფერს, მაგრამ კიდე გეუბნები ოფიციალურად რომ განაცხადო ამის თაობაზე, ყოველ შემთხვევაში ნაკლებად მეჩვენება, ეს იქ საკითხია, რომელსაც უშუალოდ უნდა ახმოვანებდეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი. გასაგები, ანუ ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით, ექნება თუ ყველა მე ვიცი რომ ყველას ექნება უფასო სახელმწიფო, ეს პირობა არსებობს, მაგრამ როგორ იქნება დეტალიზაცია, ამას ალბათ უახლოეს ხანში. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, რომ შევაფასოთ, ბატონ გიორგი, როგორი არის შედეგები, თქვენ როგორ აფასებთ?
საკმაოდ შედეგები ნამდვილად ვერ გეტყვით შედეგებს. ჯერჯერობით ვიცით რომ თქვა არ არის საბოლოო ჯამში ეს თქვა გაცხადებული ყველა გამოცდის პასუხი, მაგრამ საერთო დონე როგორ ფასდება მაინც წინა წლებთან შედარებით და თუ შედეგები ვიცით რომ არის გაუმჯობესებული. ზოგადად ამას ერთხმად აღიარებენ რომ გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო გასულ წლებთან. ხო, ნუ ქართულზე მომსმენია აღარ ეს გამოიწვიეს არის თქვა გაუმჯობესებული სასწავლო პროცესი სკოლებში არის უფრო მეტი ნობის ხარისხი, ამაღლდა განათლების ხარისხი, თუ ეს არის უბრალოდ რეპეტიტორების დამსახურება. თქვენ როგორც მინისტრი, რას მიიჩნევთ ამის? გავნათი, როდესაც დაუშვათ ჩატარდა კვლევა, რომელიც ეხებოდა ცოტა წინა პერიოდს, იმდენად არასასიამოვნო შედეგები იყო, რომ თავის დროზე განათლების სამინისტრო მოარიდა ამის დაობაზე მსჯელობას. და რაღაც ერთი-ორი წლის წინ არც მაგდენი ალბათ გავიგეთ ეს ინფორმაცია თუ როგორ იყო ჩვენთან დონე წინის წინიერების დონე არის საშუალოზე დაბალი და 37 ადგილზე ვარ პრინციპში ყველაფერი დაუმდინარეობს ხომ მისგან ხო არაფერი არ იქნება ასე რომ როდესაც ვლაპარაკობთ იგივე ზოგადი უნარების დროშის შედეგებზე თქვენ იცით რომ ესეთი საგანი საკითხი არის სწავლებოდა სკოლაში და ჩვენ თქო მიჩვეული ვიყავით ყოველთვის რომ სწავლობდით იმას რასაც შემდგომ მოთხოვდნენ გამოცდებზე ნაკლებად შეიძლება ისწავლო ვიღაცას ლოგიკურ აზროვნებაზე და დაარწმუნა ამაში რომ ეს ყველაფერი რაც თქვენ ზონა ესე არის ასე რომ განსხვავება არის იმაშიც გაბატონო ნათია რომ თვითონ უმაღლეს სასწავლებლებში არ არის კონკურსი რომელიც ტრადიციულად ახლდა უმაღლეს სასწავლებლებს შესაბამისად ხშირ შემთხვევაში როდესაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს ახალგაზრდა შეიძლება ეს ჩაერეოს ხო თქვენ გახსოვთ ახლა თქვენ თავისუფლად გელაპარაკებთ თქვენ სათავეებში იყავით ეროვნული გამოცდებისა მახსოვს 2005 წელს ჩვენ ერთად ვიღვაც ამ კუთხით ვიმუშავია და მაშინ გახსოვთ ბარიერი ნაკლები იყო შემდეგ ამ ბარიერმა ეწია იმიტომ რომ ალბათობის საკითხი იყო დადგა რომ შეიძლება ვიღაცას მექანიკურად მოენიშნა და მიიღო დადებითი შეფასება და მე უფრო საინტერესოდ მიმოჩნია ის ფაქტი რომ ჩორესაც ვლაპარაკობ საიდან და როგორ დგება საკითხი მასალებად და კვალიფიკაციის არა გვინდა თუ არ გვინდა და როდესაც დაუშვა სტატისტიკაზე ვსაუბრობ შეიძლება ჩემთვის უფრო ასატანი იყოს ის რომ დაუშვათ ბათუმის საგამოცდო ცენტრში 71 აბიტურიენტი არ გამოცხადდა ცოტა საინტერესოა რომ არ გამოცხადდა დარეგისტრირებული აბონენტი მაგრამ სადაც 5900-მდე იყო რაოდენობა ამ ბავშვების ნელაპარაკობ ზოგადი უნარების ჯამით აი რამდენი უნდა გამოცხადება მაგრამ მე რო ვიცი რომ უნდა გამოსულიყო 2453 მასწავლებელი და არ გამოვიდა 285 ამას ცოტა მიჭირს ამის ახსნა იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ თუ გქნებათ სკოლაში მუშაობა უკეთესი ფორმა არ გამოგონიათ იმის რომ შეფასეთ მე არ ვამბობ რომ ეს უყოფილია და ეს არის პანაცეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვალდებულება არის, მასალამ უნდა გაიაროს. თუმცა ჩნდება სხვა ალტერნატიული არც თუ ისე მკაფიოდ, რომ შეიძლება დაუშვათ ჩანაცვლდეს გარკვეული ინგების სკოლობაზე აი ესეთი სასერტიფიკაციო გამოსვლა, მაგრამ დღეს მოთხოვნა არის. შესაბამისად, როდესაც 285 მასწავლებელი მე შეიძლება ზუსტ ციფრს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ სხვა გამოცდადანაც მაქვს ეს ინფორმაცია შეიძლება ეს დეგივე პიროვნება იყოს არ გამოცხადებული ერთ გამოცდაზე პროფესიულზე და რომელიც კონკრეტულ საგანს და როდესაც ვიღაცა თვლის რომ ის არხებს გამოსვლა იმიტომ რომ ის მაინც ვერ ჩააბარებს და ეს ხო ბრუნდება შემდეგ სკოლაში არა და შედეგზე რომ საუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ამ კუთხით, რომ ჩვენ დღეს რომ გაგიკეთებია. გარდა არ გამოცხადდნენ თქვა ეს პედაგოგები, ვინც გამოცხადდა, ვიცით რომ ბევრმა შედეგიც ვერ აჩვენა. ხო, მაგრამ საქმე რაშიც ახლა ნუ ვიტყვით იმაზე, რომ მან არ იცოდა ეგ. არა, ნუ 1000 ფაქტორია, რაღაც მაინც სტრესული მომენტი არის გამოსდები. ეს გარჩეულობები კარგი ხანია და ყოველთვის შეიძლება ესე რაღაცით გამართო. განსაკუთრებით ისინი ვინც მიაკლდა გავუშვათ რაღაცა კულ. მაგრამ დარეგისტრირების შემთხვევაში არ გამოცხადება, ნახა ყველა სკოლა ექნებოდა გასამართებელი საბუთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ეხოსtat კარგად ამ კუთხით საქმე და ასე რომ რაღაცას რო ვლაპარაკობთ თემაზე, ეს თემა განყენებული არ არის ნათი. ამ თემა შემოგვიდგენილი ნაწილია ამ სკოლისა. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ახლა მაპატიეთ რომ ამ ხელა კოლექტივის შრომა მოიხსენია ესეთი სიტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის რომ დაუშვათ იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რასაც გავწოდებით, იმიტომ რომ მშენებლობა მიდის, რეაბილიტაცია მიდის, მაგრამ ცოტა რომ ვიჭირს
სოფელში ფაქტია, იმიტომ რომ სოფლებში არის სკოლები, სადაც დაუშვათ განკუთვნილია სკოლა 300 ბავშვისათვის, 100 ბავშვი არის. ეს ბავშვები ქალაქში არიან და აქ უკვე რამდენიმე სულაში არის ეს ბავშვები და როდესაც სკოლაში იქნება რამოდენიმე ბავშვი. არა, გარდა ამისა, ბატონო გიორგი, აქ უნდა შეგაწყვეტინოთ უკაცრავად, მაგრამ მაღალ თენაზე როცა საუბრობთ, გადაადგილების პრობლემაც არის პრინციპში იქ და ძალიან ხშირად ისმის ამ საკითხის აქტუალობა, იმიტომ რომ სკოლამდე ბავშვები ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ვერ მიდიან. არა, მე გამტყუნების მიზნით კი არ ვაბუნებია. მე ვამბობ, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ დარჩენ, თუ ის რომ წამოვიდა მშობელი და წამოიყვანა შემდეგ ბავშვი, იმიტომ წამოვიდა, რომ იქ ვერ შეინახა ეს ოჯახი უბრალოდ და ამიტომ გადმოიყვანა. ეს პრობლემა თქვენთვის არის ცნობილი. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, როგორ გეგმავთ ამ საკითხების გადაჭრას ისე, რომ გასაგებია, რომ ეს 1 წელიწადში და 2 წელიწადში შეიძლება არ დაეწყოს არც სკოლას და არც მაღალმთიანეთის სკოლას, მაგრამ ეს არ შეიძლება გადაჭრას განათლების სამინისტრომ. მე ძალიან გამიმართლა ამ კუთხით, რომ ჩვენ, როდესაც სამინისტროს კულტურის სამინისტროც არის და სპორტის, აი იმ სივრცეში, რასაც ქვია სოფელი, ალბათ უნდა შეიქმნას სხვა ინფრასტრუქტურა. თუნდაც იმ პარამეტრებით, რაც ჩვენ ხელთ გვეწიფება. ანუ კულტურული ობიექტები და სპორტული ობიექტები. ეხლა თვის ბოლოს ჩვენი სილეზიელი კოლეგების მოწვევით მიდიოდი პოლონეთში, სადაც ერთი კონკრეტული თემა, გარდა იმისა, რომ თეატრის საკითხები უნდა გადავწყვიტოთ და კიდე სხვა, ერთი კონკრეტული თემა არის ის გამოცდილება, რაც აქვს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთს, სოფლის კლუბებთან დაკავშირებით. მულტიდისციპლინარული საკითხებია, იქ არ არის კლასიკური კლუბი. კლუბი, რომელიც არის ბიბლიოთეკაც, კლუბი, რომელიც არის გასართობი ადგილის კლუბი, რომელიც არის 1, 2, 3. აი შესაძლოა პოლონეთის მოდელი გავმეოროთ და კი, მე მონახაზი მაქვს. და შეიძლება თქვენ ახსენეთ მიდიხართ თეატრთან დაკავშირებით. არის რაიმე საქმე ამ ხელს? ნუ საქმე იმაში გახლავთ, რომ ძალიან მოეწონათ ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ბატონი ანდრუშენი კარგად საუბრობს პოლონურ ენაზე, როდის მოასწრო ნამდვილად არ ვიცი და აქ ლაპარაკი არის თეატრების დაახლოებასთან. მე არ გამორიცხავ, რომ ჩვენს რეჟისორებს მოვუწიოთ ეგ სპექტაკლის დადგმა, ამაზეც არის საუბარი და პოლონური რეჟისორი მოვუწიოთ. აქ ისეთი საინტერესო პროექტები შესაძლოა რომ დაიგეგმოს. კი, ამიტომ არის რაღაც ეს არის შემოქმედებითი ნაწილი, მე არ გამორიცხავ, რომ ჩვენი თეატრის გასწავლებიც მოახერხოთ პოლონეთში, ასე რომ საინტერესო არის უბრალოდ აი ერთი მხრივ კარგია და მე ვფიქრობ პროდუქტიულიც იქნება მე ესე ვთვლი. ბატონო გია, უნდა წავიდეთ ისე ვთქვათ დასასრულისკენ და აუცილებლად მინდა კითხოთ საჯარო სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღების წესთან დაკავშირებითაც. თავრობის დადგენილებით მაღალ პოსტზე პრინციპში ვეღარ დაინიშნებიან ადამიანები და ვეღარ აიყვანთ ხელმძღვანელი პირები თქვენი სურვილის შესაბამისად. თუ ემხრობთ თქვენ ამ ინიციატივას და როგორი იქნება, თუ არის უკვე მონახაზი მაინც გაკეთებული სამუშაოში რა პრინციპით მოხდება? რეალურად ყველა თანამდებობაზე გავთუნდე დანიშნები ქონდა კონკურსის წესით. ერთადერთი ეს იყო ჩემი მოადგილეები, რომელზეც მივხვდი იმის, რომ ძალიან საინტერესო საუბრების მომსწრე ვარ. მე დღესაც უნდა გაგემიოროთ, რომ ეხლა კარგები არიან თუ ცუდები არიან თუ ყველა როგორები ვარ პირობითი ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო ჩვენი კონსულტაციების შედეგად და ჩემი თანხმობის თუ დასტურის პირობებში და ისინი დაინიშნა. დანარჩენი არც ერთი თანამშრომელი. კი, გვახსოვს ჩვენი. მე არ მახსენდება. ყველა ამას არ განიცდი. ამ ეტაპზე, უკვე მომდევნო ეტაპზე ვეღარ დანიშნავენ, ესე ვთქვათ, მინისტრები და სხვა წარმომადგენლები. ეგ მინისტრები კიდე გეუბნებით. მინისტრი მაინც ვერ ნიშნავდა. როგორც ვთქვათ, რაღაც წარდგინების მექანიზმი არსებობს. წარდგინების მექანიზმის უკან კონსულტაციები მოიაზრება, კონსულტაციები როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ როდესაც წარდგინება კეთდება, ნუ ყველას ჭირდება, რომ ეს ყველაფერი გაზრდილი. ეს არ არის ერთ ადამიანზე დამოკიდებული და კონკრეტულად არაფერს არ ნიშნავს, მართალი გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი საკითხი, იმიტომ რომ თქვენ თუ დაინტერესდებით, ანუ უმჯობესია რომ იყოს თქვა ტესტირების სახით, კონკურსის წესით შერჩეული? შეგიძლიათ მე თქვენს პარლამენტის სამინისტროში მოპატიდეთ მოკლედ რო ვთქვი და ნახოთ აი როგორი იყო ეს კონკურსები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კონკურს გამარჯვებული გამომიწყვეტა იმაში, რომ აი ძალიან გაუკვირდა, რომ
იმიტომ რომ რაღაც ტრადიცია არსებობდა იმისა, რომ წინასწარ იყო ყველაფერი გაზრდა. კი არა, განათლების სამინისტროს დაკავშირებას ნაკლებია დაისვა. მე ავტომატ გეკითხებით, ბატონ გიორგი, უბრალოდ თქვენ ფორმას თუ ემხრობით თქვა იმას, რომ კონკურსები უნდა იყოს ყველგან. უნდა დაინიშნონ ეს ადამიანები და უნდა იყოს თქვა შეერჩევა კონკრეტული პიროვნებების სურვილის მიხედვით. ასე უნდა გითხოთ და დავასრულოთ გადაცემა პრემიებთან დაკავშირებით. როგორ გაიცემა პრემიები თქვენთან? ჩატარდა კვლევა საერთაშორისო გამჭრობა საქართველოს მიერ ერთ-ერთი უწყება თქვენიც იყო მათ შორის გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით აჭარის მასშტაბით ყველაზე ისე ვთქვათ სოლიდური თანხა დახარჯული როგორ გაიცემა და გამოიყენებთ თორე იგივე წეს თუ შეიძლება ამ ხრივად რასაკუთრებია ჩვენ შევცვლით როგორ გითხათ იცი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო განათლების კულტურის სპორტის სამინისტრო არ უნდა განხილოს როგორც არის განყენებული სამინისტრო არა ნუ საერთო მიდგომარი მაგათალი გითხრათ თავიდანვე როდესაც ეგ თემა გაჟღერდა მე ჩემს კოლეგებთან ერთად ამ შემთხვევაში მინისტრების მოსყიდულობაში იმიტომ რომ მეტწილად ხო ლაპარაკი არის მინისტრზე და არა დაუშვათ თანამშრომელს მე თქვენ ხო დამერწმუნებით ამაში და ნუ რა ვიცი მეტად არც მე და არც სხვასაც არ აქვს ძალიან დიდი პრობლემა რომ დაუშვათ რაღაცის შეცვლის პირობებში იყოს თანხმობა და თუნდაც ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ადრე გვქონდა საუბარი ამაზე, რომ ყველაფერს დაეთქვას თავისი სახელი, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენთან ეს სამ შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც კლასიკური პრემია. ამ თვალსაზრისით, რომ ფაქტურად ყველა თანამშრომელი ღებულობს ამ ზღაურებას ერთ შემთხვევაში არა, თუ ის შეუძლებელია იმყოფება ან რაღაც აქვს ამ კუთხით. მაგრამ როდესაც ჩვენ ცდელობის მიუხედავად მე უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროაქტიული მოკითხველი ამის ფინანსთა სამინისტრო იყო, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხშირად იყო კონტაქტში, თუ როგორ ჩამოყალიბდებოდა ეს ყველაფერი საბოლოოდ და ძალიან მიხარია, რომ აგვისტოს თვიდან თორსები დაახლოებით ესე არის მოაზრებული, უკვე გაიწერება ყველაფერი, თუ კვარტალში ერთხელ გაიცემა ეს, როგორ გაიცემა რა შემთხვევაში, ეგ საუბრებიც დასრულდება. მეტი აღარ იქნება აქტუალური ეს თემა და სხვადასხვის თუ კი კონკრეტულად იქნება გაიცემა პრემიების სახით ამაზე თქვა პრემია როგორც არის პრემია და როგორც იქნება მე წავიკითხე და სხვადასხვის ეხლა შეიძლება რაღაც საკითხების ინტერპრეტაციის სხვადასხვა შეიძლება მაგრამ ალბათ მაშინ როდესაც შევა ძალაში თუმცა იქ წერია მოგესალმებით რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა არის ეს აჭარის მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო მიიღებს ამ დადგენილებას, ამ გადაწყვეტილებას და დამწუნეთ, რომ არავის არ აქვს სრული მიხედვით იმისა, რომ შეიძლება ან არ ჟღერდეს კარგად, ან ვიღაცა თავშოთ სხვანაირად გაიგოს ეგ, ყველას გაცილებით ურჩევნია მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის თავიდან გაწელებებით. მე სხვანაირად რატომ და მიიღოს, ბატონო გიორგი, თუ ეკუთვნის ადამიანს, რატომ არ უნდა აიღოს თანამდებობის საკონ და ანამატიან პრემია. როდესაც თქვენ წინა პირობა იცით, რაზე მათ ლაპარაკեցით, როდესაც თანამშრომელი სამსახურში მოდის პრინციპში უმეტესობა მე მაგალითად რომ მივედი სამსახურში მე ვიცოდი რომ ეს თანხა რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო პრემიის სახით ეს სტაბილურად განიხილებოდა როგორც ხელფასი მათი ოღონდ ასეთი ფორმით განაწილებული ეს ყოველთვიური თქვა დამსახურების გარშემო იმ თვეში იმუშავა თუ არა მან ზედმეტად მიხედავთ ეს არ ყოფილა ამ შემთხვევაში დეფინირებული და ეს იყო გარკვეული ხერხოლობა წარმოადგენდა ყველა ვიცი ხილავდა მათ შორის იურისტები ამას თვითონ რომ თვითონ ფორმულირება თავის დროზე არ იყო სწორი და ეს უნდა საბოლოო ჯამში დასრულებულიყო და მე ძალიან მოხარული ვარ როგორ ციკნა დასრულდა ამაზე მსჯელობა და მე დამერწმუნეთ რომ ეგ უფრო მეტად იყო შეთანხმების ყოლობას და ამის სრული რეგიონიდან უფრო ხშირი იყო ვიდრე დაუშვათ თქვენ რო გაგიგონიათ თემა პრემიერებისა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ შეაფასოს მისი შრომა რაღაც პოსტად ამაში შეიძლება არ უნდა ედავო მაგრამ უნდა იყოს გარკვეული ეს არის დაუშვათ ხელფასი არავით არ იქ თანამატი თუ რაღაც მოდი ხელფასი იყოს უფრო მეტი მოდი მთლიანობაში რაც თანხა გამოდიდა იყოს უფრო ნაკლები ოღონდ ერქოს მას მისი ხელფასი პრემიის გაცემის წესი ჩამოყალიბდეს ის ამ შემთხვევაში მომხრეობ უნიფიცირებისა როგორც არის საჭირო რომ აი გადახვევის შემთხვევაშიც კი უკვე იქნება დაუშვათ დარღვევა კანონისა მე ვფიქრობ რომ ეგ საკითხი დარეგულირდა და არც ხელმძღვანელს არც სამინისტროსი არ იქნება სრული იმისა რომ დაუშვათ სხვანაირად აიღოს ჩემთვის უბრალოდ სკოლისა ხერხოლობა წარმოადგენდა ის რომ მე რატომ უნდა დამემჩნდა დაუშვათ თუნდაც პრემია რო უნდა ჩემთვის პრემია არა ხო, გასაგებია, მაგრამ ინიშნავდით, რომ შესაძლოა ამას კანონმდებლობა თქვენ არ გძალავდათ და არ უნდა, ამიტომ არის რომ ეგ საკითხი რომ დასრულდება ნათია
არ ვიცი ხა რამდენად მოგაგდებათ ეს თემა, ბავშვებს ვაპარაკოთ, მე არ ვიცი თქვენ სხვა ძალიან ბევრი თემა გაქვთ ამისა. ეს არ არის ჩვენი სალაპარაკო თემა, უბრალოდ ეს არის კვლევა, რომლის მიხედვითაც უბრალოდ გაიშალა შემდეგ ეს საკითხი და რაღაც საკითხები ესეთ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება რაღაცა საკითხები არ იყოს არც სასიამოვნო მოსასმენი, ან შეიძლება მოსაბეზრებელი, მაგრამ ამის გარეშე არ შეიძლება. ჩვენის პერიოდი გავიარეთ, როდესაც სად რა ხდებოდა, არავინ არ იცოდა. შესაბამისად, ადამიანი როგორც ჩანს არ არის მოწყობილი ადვილად, თუ არ იქნა მუდმივი კონტროლის ქვეშ, სული მწარია და სულ რაღაცები სხვა შეიძლება მოიფიქრო. ამიტომ რაც არ უნდა მომაბეზრებელი იყოს, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, არა, თავარია რომ სამართლებრივად იყოს სწორი და ამას არ კონდეს აი ასეთი ინტერპრეტაცია, თუ კიდევ უშოთ არ არის სრულყოფილი, მოდი სრულყოფილი გახდეს და ვინც დაარღვევს იმ კანონს, რადგან დაკავშირებულია, იმ სხვა დაწესებულება განიხილავს და არა დაუშვათ ჟურნალისტიკა ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. პრინციპში მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ არ ხართ ესე ვთქვათ ღია და გახსნილი ჟურნალისტებთან. მე ვისურვებდი, რომ ყველა იყოს თქვენი მსგავსი, ესე ვთქვათ, მინისტრების სიაში. გისურვებთ ჩემს კოლეგებთან ესეთ ნატრაქი. არა, ბატონო, გია, მე ვამბობ, ეს არის რეალობა. გახსნილები არიან და ესე. თუმცა სტუმრობასაც იძურებენ ხოლმე ხშირად და აქედან გამომდინარე, ხო, აქედან დაკავებული, ანუ თქვენ არ ხართ დაკავებული აქედან გამომდინარე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ დეტალების სტუმარი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თაღამაიშვილი იყო. ვიდრე დაგემშვიდობებით გეტყვით, რომ გადაცემა დეტალების ჩანაწერს შემოგთავაზებთ მე-4 არხის პარტნიორი ტელევიზია ხარისხის არხით. ჩვენს არხზე კი ტრადიციულად გადაცემის განმეორებით ნახვის საშუალება ხვალ დილით შეგეძლებათ. მე მომდევნო გამოშვებამდე გემშვიდობებით ნახვამდის.